მოგესალმებით ჩემო კარგებო, ახლა ყველა მიგდებს ვიდეოს, სადაც ჩვენს პრემიერს ესალმება ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი, მაგრამ ის არ არის პრეზიდენტი უკვე. ახლაც ძალადობს თავის ხალხზე და მათ არჩევანზე, პრეზიდენტზე, რომელმაც გაანადგურა თავისი ქვეყანა და გაწირა თავისი ხალხი. რამდენი წლის წინ საუბრობდით ამაზე და რის გამო ვიღებდით ბულინგს. უკრაინაში მებრძოლი ქართველები რატომ ემუქრებოდნენ ჩემს შვილებს ყელის გამოჭრით, იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობდით, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში მინდოდა ყოფილიყო მშვიდობა, ჩემს და თქვენს შვილებს მშვიდად დაეძინათ, იმისთვის მემუქრებოდით, რომ შვილებს დამიხოცავდით. იმედია მიხვდებით თქვენს დანაშაულს, მიხვდებით იმას, როგორ წირავდით თქვენს თანამოწმეს. და დღეს რა გამახსენდა იცით, ჩვენი პრემიერი როგორ განცალკევებულად და მარტო იდგა რამდენიმე წლის წინ და არავინ ზედ არ უყურებდა, გამარჯვებასაც არ ეუბნებოდა და როგორ დაასცინოდნენ ეს მანქურთები, ქვეყნის გამყიდველი ქართველები. მადლობა დღევანდელი დღისთვის ღმერთს, მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ და ჩვენი ქვეყანა გადარჩა. იმედი აწი ეკონომიური გაძლიერება დაიწყება ჩვენი ქვეყნის და ეშველება ამდენ გაჭირვებას. ძალიან არ ვიცი როგორ გამოვხატოთ ჩვენი პრემიერის მიმართ მხარდაჭერა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანობა, ჩემთვის მნიშვნელოვანია იყო ადამიანი. სხვა დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. და ჩემი ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენს პრემიერს.